ებოლას ვირუსი დღითიდღე საშიში ხდება ქვეყნებისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ვირუსის ეპიდაფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ოფიციალური ცნობით დაავადებულთა რიცხვი 500-ს აჭარბებს. უკვე გარდაიცვალა 91 ადამიანი. ამ ეტაპზე ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, რაც ჯანმოს განმარტებით ეპიდემიის მართვას აფერხებს. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ებოლა საქართველოში არ დაფიქსირებულა, თუმცა სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. იგი ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის, ის ადამიანთან შეხებით ვრცელდება და დაინფიცირებული პირი შესაძლოა ძალიან სწრაფად 3 დღეში გარდაიცვალოს. ებოლას დაავადება ეს არის ვირუსული დაავადება, ითვლება განსაკუთრებულ საშიში დაავადებით, იმიტომ რომ გარდაცვალების შემთხვევები ძალიან მაღალია ებოლას დროს პროცენტულად, მეტი დაავადებულის გარდაცვალება ხდება, ვიდრე სხვა ინფექციური დაავადებების დროს. ებოლა იმიტომ ეწოდა, რომ პირველად 1966 წელს, როცა ეს დაავადება გაჩნდა აფრიკაში მდინარე ებოლას სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ სოფელში და აქედან წარმოსდგა მისი დაავადება. დაავადება მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით, უეცრად და აქვს ადამიანს მაღალი ტემპერატურა, თავის კუნთების სახსრების ძალიან ძლიერი ტკივილი და საერთო სისუსტე. ძალიან ხშირ შემთხვევაში 3 დღეში ხდება უკვე ადამიანის გარდაცვალება. ისიც აღსანიშნავია, რომ არსებობს ებოლას მსუბუქი ფორმები და ასიმპტომური ფორმებიც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო გარდაცვალების მაღალი პროცენტით ხასიათდება. დაავადება უფრო არის აფრიკაში გავრცელებული, ეპიდემიური აფეთქებები ხდება ხშირად ხდება. უკანასკნელი ეპიდემიური აფეთქება 2014 წელს დაფიქსირდა, ისევ აფრიკაში. ერთეული შემთხვევები შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ არა საქართველოში. ჯერ ებოლას არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული. ლაბორატორიულად ხდება ვირუსის გამოყოფა და დადასტურება. რა თქმა უნდა, ადამიანი უნდა მოთავსდეს აუცილებლად სტაციონარში ასეთი დაავადებული და ამ სიმპტომების მქონე არის ღებინება, დიარეა და სისხლიანი ღებინება და სისხლიანი დიარეა.